მოგესალმებით მეგობრებო, დაგვიდგა ნანატრი დღე 10 სექტემბერი გახლავთ დღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თაში გაიხსნა თია რეგიონში ნადირობის სეზონი. აგერ რეზი აკეთებს მაკიაჟებს, რემბო კარგია ბიჭებო, ესთეტიკა ყველაფერს უხდება. წარმატებული ნადირობა. გაიხარე. ესე იგი, 3 კაცი, 5 კაცი ვართ. გავნაწილდებით ახლა ჩვენს პოზიციებზე, ხო და დავიწყებთ ნადირობას. იმედია შემოფრენას გააკეთებს იხვი. ხარი გვაქვს ძალიან კარგი მიმართულებიდან. ხარის საწინააღმდეგოდ ველოდებით იყვს. საფარი გვაქვს გაკეთებული, ფიტულები ჩაყრილი. მაინც შეიძლება ცოტა ადრე გააკეთოს გადაფრენა და ეს ფიტულები ძალიან დიდ როლს ითამაშებს. შემდეგ უკვე რო შებნელდება და ის მასიური რაოდენობა იმედია დაიწყებს შემოსვლას, იქ უკვე მეტნაკლებად დაგვინახავს და უფრო მეტი შანსი არის რომ ახლოს მოვიდეს. თავარია ჩვენ შევძლოთ ობიექტის დანახვა. გავნაწილდებით ახლა 2 კაცი აქ დადგება, 3 კაცი იქეთ დავდგებით, გვაქვს მეტი ადგილი რო ავიჩვისოთ და დაველოდებით პატივცემული იხვების შემოფრენას. თქვი 1-2 სიტყვა. ხო, გილოცავს სეზონის გახსნას. პირველ რიგში ყველას ჩვენთანაც გილოცავთ არის სეზონის გახსნას იუსე მაგალითიაში კონკრეტებ და ჩვენ ეს სიამოვნებაა მიღებული. ფანტასტიკური ადგილია და იმედოვნებ რომ წელს ძალიან მაგარი ქართობა გველის. აბა წარმატებები რეზი. ადრენალი და წარმატებები. გენაცვალე, კარგად ხარ. მოწყობილი. ძალიან კარგად ხარ მოწყობილი. აგერ ბიჭე ემზადებიან ბიჭები. ირაკლი უკვე სახე შეიღება. აიკა, შემოგიო რაც გავა. ო, იხმა არ უნდა დაგვინახოს და მაქსიმალურად შენებულები უნდა ვიყოთ. კი ბატონო. ვიცი ეს გაგისწორო. ლევანი. ასე. ლევანი ჩამოვიდა როგორც ყოველთვის ამერიკიდან. აი ახალი რაღაცები ჩამოვიდა. ლევანი ცუდი ეს აჩვენე. გენაცვალე, კარგია. აკრილის ეს არის Mondo 2B ერენთის. ეს ლევანიმ გამიკეთა ესეთი მაგარი საჩუქარი. ანუ დღეს ძალიან მაგარი კაბელასის ესე იგი ზბანები. ოცეკვავე ხარ რა. ხო და რავი, თავარია იხვი მოვიდეს. ანუ დღეს არის დავაგეკიდოთ იგა 10 რიცხვი. მაღალმთიანში იხსნება იხვსე სეზონი. კი ბატონო. დღეს ვინადირებთ იხვსე და ხვალდილას ვინადირებთ უკვე წელი. სახე შემოვხედი და მაგათ კაცი. დევა. აუ რა კაცი ხარ შეძობას ვიცავ. აუ შემოვხედე. ბიჭო, შემოვხედე აუ მაგარი კაცი ხარ შეძობას. აბა დავაი, წარმატებები და წავედი. აი ესეთ კარგ ადგილას ვართ. ჩასაფრებულები. დღეს ვინადირებ Faber XLR-ით, კოლუმბა პალუმბუსით. ვაზნები სანამ დაღამდება. უფრო ადრე მოსული იხვისთვის მაქვს 5 ნომერი კონტეინერიანი და რო შებნელდება, მე უკვე გადავალ 6 ნომერ უკონტეინეროზე. აბოიმა გვაქვს 3 დამატებით, ანუ 7+1 არის ამ შემთხვევაში. და პირველი ნადირობა იქნება მოკლედ ამ იარაღით. ჩავართოთ შოტკამი და დაველოდოთ ფრინველის მოსვლას. გილოცავთ მაღალმთიან რეგიონში იხვის სეზონის გახსნას.
წამოსულები ვართ რეზი, ირაკლი, მე, ლევანი და ვიწყებთ სავამოს იხსენ ნადირობას. იმედია კარგად შემოვაიხვი და კარგად ვინადირებთ. ცოტა ქარიც ქრის და დავველოდოთ სავამოს ხვის შემოსვლას. რა პარტიამ გადაგვიარა? ყურადღებით მოვა. ყურადღებით იყავით. უშინ. დავოდი. ჰუ. აია ბიჭებო. ჩამოვაგდე. კაია. ყლაპან 7.5 ო დამიძახა და მეც დაუძახე 7.5 ოდის ჩამოვაგდე Конец фильма. გამასწროა მის დედავატირე. ერთი ცალი ესეთი ლამაზი. დედალი ესეთი ლამაზი. დედალი არის და ერთი აქ არის და ერთი იქეთ, ანუ სამი ცალი მოვინადირეთ ჯამში და იქეთ რეზიკომ და ლევანი ვრაქნა მაგასაც ვნახავთ. თავზე დამართ და იხვები მაგის დედავატირე. აგე რა დაფრინავენ. ესეც მეორე ჩემგან? ხო. აგერ არის. ი. აგერ არის. აგერ არის. ი. ხო. გატრუნული იყო. ესეც შვენიერი შედეგი, რაც თავარია, რაც ჩამოვაგდეთ, არ დაგვიკარგია. ცოცხალი აქ თავს. აგე? ჰუ!
კარგია. მოდი აბა ჩემო ლომო. დაიღალე ხო? ნელა, ფილად, ნელა. ხონია იხვსე ნადირობა მარტი. ხო. იქი არის ერთ-ერთი. სანათი. იბადა. აგერ მოდი უკვე ახლოს ახლა. ვა, რა იხმები მოგაქვს ბიჭო, რა იხმები. საღოლ. ახე. ვა, ერთი. ეს ცოცხალია. ერთი, კარგია. ორი, და სამი. ნახე ისინი. აი ძმა. კაი ხვებია. მაგარი. აუ, რა მძიმეებია თან. სუკანი ბიჭო. კი, კაი. აქ შეხედე. აქ უყური. აი, ერთი. მაგარი ძმა, ერთი. ორი, აუ, რა იხმებია. ეს ამძიმეა, ბიჭო, ეს რაღაცა სხვანაირი იხმია. ჩაოლებრივი. როცა ცოცხალი რო არის და აქტიური რო არის, აი დიდი იხვი. ეს შემოვიდე. არა, გულის პირიქით. აი ეს უნდა დააგდო იხვი. ეს პირველი იქნება ცოცხალი. აი ეს. აბა, მაგარია. კაია, ჩვენ შეგვეძლო. გაცილებით კაი შედეგი, მაგრამ დავედით. რა ვქნა, რაც არის ეს? საპარაგო ბიჭო. სამი. წავით, ეხა ბიჭები ვნახოთ ლევანი და რეზი. სამი იხი არის მოთემა. დღევანდელი საღამოს ნადირობის დასასრული. აი ესეთი მშვენიერი შედეგით ვასრულებთ. სამწუხაროდ რეზიმ და ლევანი ერთი წალი დაკარგეს. და ნადირობა ზოგს ავაცილეთ. ხო, რასაც ველოდით, ეგრე არ იყო, მაგრამ ესეც მშვენიერი შედეგია, მინდა აღვნიშნო და ბიჭების დამეთანხმებიან იმაში, რომ ერთ-ერთი კარგი ნადირობის დღე გამოგვივიდა. ჯერ ეგეთი რომ შევიკრიბეთ კაცი ამერიკიდან ჩამოვიდა. აქეთ მონატრებული ძვაკაცები ვნახეთ. ხო და შევიკრიბეთ რა და ერთი მშვენიერი საღამო ვაჩუქეთ მონადირე ძმებმა ერთმანეთს. დანარჩენს ბიჭები გვეტყვიან, აბა როგორ შეაფასებდით? იგა, ესე იგი, ჯერ იყო დასაწყისი, ანუ ეხლა გავხსენეთ სეზონი. თუ რამოდენიმე იყოს ავაცილეთ, მე მგონი არ აუშავთ და ეხლა ჯერ ხომ და ვივარდიშოთ არა. სამალო გამოვასწოროთ. ანუ ცოტა დავინდეთ კიდევას. მაგრამ რა ეტყობა ეხა აქ დანდობის რამეს? ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი რა ვიცი მთელი ცხოვრება ვეკლავს ამისას. კი ბატონო. დასაწყისისთვის კარგი იყო. კი. ზოგი უნდა აღვნიშნო ბიჭებო სამცალ მწყეთხელცარიელი მოდის სახში. აი, იცი რა არის, ესეც არის, ცოტა შემოვიდა ძალიან გვიან რომელიც იყო. ამინდმა ცხელიან შეგეწყო და ჩვენი პოზიციები, სადაც ვიყავით განლაგებულები. იქეთ ხარ ეს რაც ხედველობის არ უნდა ქონოდა, ღრუბელი დაგვდა და შესაბამისად ხედველობა ნაკლები ქონდა, თორე მე მინდა გითხრათ პირადად 20 სალამდე იხვი ვნახეთ დღეს რომ სასწორს. თუმცა იხვები დიდებია ზა. ხო, დიდი იხვები არის. ლევან რა ხდება ამერიკაში? შვენივრად მინის. რემბო ტელევიზორში ნახე. აი როგორი ყოფილა ნამდვილი? აი ნამდვილი რემბო როგორი ყოფილა. რემბოსი რა გითხრა, მაგრამ შვენიერი საღამო იყო. იყო ნაკლებად იმოძრავა. უდარეზის ჰქონდა ერთი შანსი, ერთი ჩამოვაგდით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვიპოვეთ. დანარჩენი ხვალ უკეთესი იქნება. ხვალდილას რა ვშოვით? ხვალდილად ნადირობთ წერზე, მე ვქეიფობთ. მერე საღამოს? ნადირობთ იხვებს. ეხლა რა ვშოვით? ახლა ვიქეიფოთ. ვიქეიფოთ. სტანდარტულად. აბა, წავედით. ძალიან კარგი და გრილი დილა გაგვითენდა. ცოტა სტრიმს, მაგრამ ვფიქრობ ხელს არ შეგვიშლის. გუშინდელი საღამოს ნადირობა ძალიან კარგი დასაწყისი იყო ჩვენი ჯავახეთში მოგზაურობის. დაველოდოთ ეხა კარგად გათენებას. იმიტომ რომ თუ არ ვაცდით კარგად გათენებას, რეალურად წევს ვერ შეამჩნევ და ძალიან ხშირად ცდება ხოლმე. არ არის მარტივი მოსარტყამი, როდესაც კარგად გათენებული არ არის. აი ესეთი ნამკალები გვაქვს, შევალთ და ვინადირებთ, გათიბულია მთლიანი ჯავახეთი და არ მოგვიწევს ნათესებში სიარული. დღეს ვინადირებ ტოს BM-ით. ესეთი ძველი საბჭოური იარაღით, რომელიც ჩემმა მეგობარმა მაჩუკა ახალი კონდახი დავაყენე. ეს კამუფლირება ლურაზე რაც აქ დროებითი არის. მოსიოვაკის მუქი ფერი უნდა გაუკეთო.
ნახოთ, პირველი ნადირობა იქნება ჩემი ამ იარაღით 16 კალიბრი გახლავთ. იმედია გაგვიმართლებს და ამინდიც ხელს შეგვიწყობს. თუ ესე გაგრძელდა, ძალიან კაი სანადირო ამინდია, გრილა. ეს ჭიმა არ დაგვასველებს. დანარჩენს ვნახავთ უკვე ნადირობის პროცესში. Stop, Rocky. Stop. 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 Again, Rocky, again. Hey. Sure. Okay, bitch. Guy bitch. Hey. Again. Modiş. Rocky. Cin. Naki. 어디 나게? 어디? 진. 아람 წეჩიტები ხო? წეჩიტებია როგი. არ არის ეს წვერი. წეჩიტები ხო როგი? კარგი ბიჭი. ამინდი კარგია. ბალახი ცვარიანია. მაგრამ წერი არ არის. ამოვატყავე ყველაფერი. Stop, Rocky. Stop. 아빠찐. 나게. 오늘 처음 원해 안 거다 그자. 하, 오메. 까이비지. იმან ფეხები ჩამოკიდა. ჩამოვარდა, მაგრამ რა ვიფოვით. აი მანქანისკენ ტიტულ მინდოქში. კარგია. მიდი მიეფერო. იცი. ჰეჩ. Stop. Ձին արդյոք։ Ама видите. Այս գայպարը։ Դացա դամուշոս։ Հեչ։ აკონტროლებს სიტუაციას. ის ამოძრავდა და იმიტომ იკუთს როგორც კი გააკიცინებს, ესე იგი ის მოძრაობს. ის დადის. აი მანდ გამოიპარა. ეც მიდი ნადო. ჰეչ. აუს. ჰეչ. ეც მიდი. ეც მიდი. ეც მიდი. ჰეչ. ეც ნადო. ეც მიდი. ჰეչ. ნადო. ჰეչ. ეც მიდი. ეგერ დარია? ო, დარია. დაჭრილია.
გამოართვი მოტანა არ იცის. Topi găție, magistuni, de la psă varga igeps. Aici. Igari. Lula ați zeu. Aici. Caifici. Oh, aici. Caifici. Aici. Aici. Ahmedi. Ahmedi. საჭრილია. კაი ბიჭი, მომე. მოეფერე. მოდი აქ. აი დაჭრილი რო უჭიროს. კაი ბიჭი. მაშინ ძალიან ნერვიულობს. ხო. მაშინ მოეფერე. კონდეს ერთ ცოტა ხანი ფეში ეძა. ერთი ცალი ეგერ არის და ვიპოვა. ხო, დაიმახსოვრე. კი. ენარდო. ეგენი ჩვენ გამოგვეპარე მიქით. კი, ეგ ამბავია. წინარდო. კაი ბიჭი. წინ. მოდი აქ, მოდი. всё, ყავს. გაიჭიმა. არტევა? ეცი. კარგია. ნარდო მოდი მომიტანე, მოდი. მოდი მომიტანე, მოდი, ჩემთან. მოდი ჩემთან. ნარდო მოდი. მომი. ნარდო მომი. არ გამოვა, მოეფერე. მომი. მომი. всё, კაი. მოდი ჩემთან, მოდი. მოტანა უნდა გასწავლო, შეჩადლახო შენ. მოვაგზავნე, რა ვიცი. ხედავს ადიჯდა. კაუჩა ესენი უნდა ვეძებოთ რა. აი შე რო იძახი რა გადმოჭდაო. ხო, გამოიპარა აქეთ, ხო? ამ ბიპერს რატო უკეთებ ხოლმე, იცი? ქათამზე როცა დავდივარ. ო, ქათამზე საჭიროა. ხო, თან ეხა მიჩვეულია, მაგრამ მაინც ვაჩვევ, იმიტომ რომ ნაბულზე დადგეს და მე ამის ხმამ ძაღლზე იმოქმედოს არ მინდა. ამიტომ ხო ხედა როგორ მყარად დგას. ქათამზე კარგი. აუ ეს ქათამზე რო დადგება ნაბულზე და ტყეში რომ ესმის ამ ბიპერის ხმა და 1.50-60 მეტრში რო დგას. გელოდება. შანსი არ არსებობს ნაბიჯი გადადგას უშენოდ. თან ეს ხმაც რაც გამოსცემს ეს საყელო რაც არის ხო? ხარისხიანია რა. ეს GoPro-სია? არა, დოქტორა. ხო და დამტკიცებული აქვს პრაქტიკაში, რომ ისეთ გერას გამოსცემს, ფრინოს პირიქით აჩერებს. აჩერებს. შიშის იმაშვება, რომ კიდე არის ესეთი ქორის ხმას გამოსცემს, ქორივით კივის. და ფრინველი ხო იცი ყოველთვის ინაბება, როდესაც იმის ხმა ესმის. ამასობაში ნადირობა კი გამოგვივიდა. შვენიერი ნადირობა გამოგვივიდა წყერზე. კარგად გავერთეთ დილას და შუადღეზე ვინადირეთ. დილას დაახლოებით 11 საათამდე მოვახერხეთ ნადირობა, ამინდმა ხელი შეგვიწყო. მერე შუადღისკენ შევისვენეთ. წყერზე გავისეირნეთ ისევ. და ეხლა ვინადირებთ ისევ საღამოს იხვზე. საღამოს იხვის შემოფრენა გვექნება ესეთი ნოყიერი ლუკმა, ლევან რა სიტყვი?
მეტი კარგი საღამო იქნება. კი, ეგრეა. მაგას შემოგვიერთდა ეხა მამუკა შილაკაძე. თავის მაგასთან ერთად და ბოლო ნადირობა არის მოკლედ დღეს იხზე. ჰოლივუდი! წავალთ, ხა 6 კაცი ვიქნებით დღეს, ხო? ჩვენი გრუპა იქნება 6 კაციანი, ხო? ზე. ძალიან სამწუხაროა რომ დღეს ვინადირებთ და მერე ისევ ქალაქში გვიწევს დაბრუნება, მაგრამ კიდევ დაბრუნდებით. მოვემზადებით, მოვეწყობით, ჯერ 6-ის ნახევარია. 8-ის ნახევრიდან უკვე იწყებს იხვის შემოსვლას. დავუბრუნდეთ მოვლენების განვითარებას. ერთი ცალი იხვი მონადირებულია, ვაჟამბო ინადირა, ფეხიდან წამოუფრინდა. ხო და ჯერ საღამოს გადაფრინა არ არის დაწყებული. ეს კარგის ნიშანია. ბატონო მამუკა, რა სიტყვით ამ ყველაფერზე, ფანტასტიკური არის, ადგილი კარგია და ეს ვიტყვი რომ ძაღლით ვარ და მე ვიცი ატომად გონია რომ ამაში ნაპირებში ჩამიზარი ვიყი, ახლაც უნდა იყოს. კი ბატონო. აბა, წარმატებები. წარმატებები ბიჭებო. აბა ჩვენ ვიცით. წარმატებები. 11 სექტემბერი, იხზე ნადირობა. ამინდი გაფუჭდა. მალე გამოჩნდებიან ჩვენი იხვებიც. აბა, მოლოდინის რეჟიმი როგორი გვაქვს? მოლოდინი არის სპარსკალით. ეროდებით იხვების ჯარს. ნახოთ რა იქნება. ჩვენი ჯარით დავხვდებით. აბა. ჯარის მეთაური სად არის? აგერ არის. ჯარის მეთაური. თავის ჯიჯისთან ერთად. მოკლედ ჯიჯი ადგილზე დაждდა. იმედია ყველაფერი კარგად იქნება რა. უფალი გადმოგხედავს. დასელდი? უნდა იყოს მონდომებული, წვიმა, გარბუქი. ყველაფერთვის. ჩვენ დღეს იხს მოვინადირეთ. ეს რა საინტერესო იარაღით ხარ დღეს წარმოდგენილი. მე მეგონა ნახევრად ავტომატურით. ხო, არა, მაგრამ ეს არის, იცით, ბენელი 828 არის U. ხო და რატომღაც ქართველმა მონადირეებმა უბრალოდ თოფის მსროლელებმა მესტენდურებმა დაიწუნეს ჯერ, იმიტომ რომ დაიწყეს ავტობის სტენდზე გამოყენება და მე ეს თოფი და უნდა გავყიდო ვერ ავკლავე და ამიტომ გადავწყვიტე რომ ის რა ლეგენდების დამანგრევლებიო სტერეოტიპი უნდა დავარღვიოთ. ხო, სტერეოტიპი დავამსხვრიოთ. რომ ეს თოფი არის ფანტასტიკურად მუშაობს და გაუდის დაგადუგუნი მეორე წელი და დასვენება არა აქვს და ფანტასტიკურად არც ინჟექტორი და თოფს უნდა გაწმენდა. მეტი არაფერი. ესე თოფს მოვლა უნდა. ხო, სველი არ უნდა ჩადო ჩიხოლში. უნდა იმას კი ბატონო. და ეხლა ჯიჯი მიხელთა დრო და წავიდა ვითომ სამუშაო. მოგზავნით ბატონო აქეთ. მოვა. მოგზავნით. აბა, წარმატებები. აბა. მოდია. აბა, ვაჟიკო სად არის? ჩასაფრებული? ხო. აგერ ყოფილა. ისეთი მასკირა უკაგა გვერდ დაგინახე. აჰა, ერთი ცალი მონადირებული იხვი, წეღა რაც აუღნიშნეთ. დღევანდელი დღის კარგი დასაწყისი. საიდან მოგიფრინდა, აბა, მოგვიყევი. короче, აი ამ თვალს დავარდი კრუგი. როგორც აკეთებ ხოლმე და გაამართლა. ვაკეთებ მე ესე მითხარ ძალიან თეორია. კრუგი რომ დავარდი, იქით არის დიდი ქვა რა. ხო. აი ქვაზე რომ შევდექი ფეხით. ეგრევე აფრინდა. ერთი ცალი რო გაგექცა დავინახე. ერთი ცალი ის იყო შორს ხო? კი ბატონო. ის ვეს დავინახე, ის მაშინ შევამჩნიე რო აფრინდა რა. ახალგაზრდა იხვი. ეხლა ეს ისეთ ასაკშია. დედლის და მამლის განსხვავება. ნახელა ნამაზი. კი, ძალიან რთულია, მაგრამ ჩემი გამოთვლებით ეს ახალი იყოს იხვია მამალი. სასწაული, კი. ხო? თავი არ აქვს
გამწვანებული. ჯერ ახალია. კი. ცოტა გტყვია. კი ბატონო, კარგად ისვრია. იარაღი, ვოლტერი რაღა იყო? არმსან ფენომა. ნომა ჩემ. ვაზნა? ვაზნა იდაკრი. ახლო ნომერი უკონტეინერო. გადასარევი. ძალიან კარგად მუშაობს აქ რა. ეს ჩვენ სხვათა შორის. გავტესტეთ. ჩვენს ვიდეოში არის ეს. კი. გავტესტეთ. კი ბატონო. ხო, დანარჩენს ეგ ვაზნები და ასე შემდეგ სად იყიდება და როგორ იყიდება თუ ჭკვიანად იქნებიან მაღაზიები ვიტყვით. და ეხლა ესეც ეს ჟირაკი შენ აღნიშნე გუში. ხო. ეს ჯერო ესო დაღამდება. უნდა ჩავდო მაშინ. კი ბატონო. აი 7 ნახევარი ის არა ქვია საფანტი 28 გრამიანი სპორტული ვაზნა. კი ბატონო. ეს არის პროდუქტი დაღამდება მე კაია. კი ბატონო. აბა, წარმატებები, კარგი ადგილას გახარდა. მალე დაიწყება იხვის შემოსვლა. აბა, ჩვენ ვიცით. რეზიკო და ლევანი იქეთ განან თავიანთ ნომრებში. ხო და? აუ, ზუყვარს მე იხვევს ესეთი ამინდი, აბა. იხვის მოპოვება ძალიან რთულია, მარტივი არ არის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. უკნიდან მოვიდნენ.